მაშასე საქართველოს გარშემო მოგზაურობა სოკართან ერთად გრძელდება და ამჯერად არც მეტი არც ნაკლები რაჭაში ვიმოგზაურებთ. ამ ვიდეოში ჩვენი მთავარი დანიშნულების პუნქტი უძირო ტბა იქნება. ტბაზე მოსახვედრად ფეხით და ცხენებით 9 კილომეტრიანი ბილიკის გავლა მოგვიწევს, რომელსაც სულ ცოტა 7-8 საათი მაინც სჭირდება. მაშასე მოიმზადეთ კიდევ ერთი ზღაპრული ადგილის აღმოსაჩენად. ეს უძირო ტბა, ეს რაჭა. შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასლა. მოგესალმებით მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებთ ჩვენს ვიდეოს სოკარის ბენზინგასამართის სადგურიდან, ოღონდ ამჯერად არა თბილისიდან, არამედ თერჯოლის ბენზინგასამართ სადგურიდან, რადგან მივემგზავრებით რაჭაში. დღეს გადავიღებთ რაჭას ამ ეპიზოდში და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო კუთხეა საქართველოში. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ სოკარს ამ არაჩვეულებრივი პროექტის სპონსორობისთვის და გვერდში დგომისთვის. ამდენი ხანია უკვე გვერდში მიდგას და მადლობა ამისთვის. ასევე რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს სპონსორს US Polos, რომელიც ზრუნავს ჩემს ესეთ არაჩვეულებრივ შაცმულობაზე და რა თქმა უნდა, ასევე მადლობა კიდევ ერთ ჩემს არაჩვეულებრივ სპონსორს PSP დაზღვევას, რომელიც აზღვევს ჩემს მოგზაურობას და აზღვევს ჩემს Renault Duster-ს, რომელიც გვამოგზაურებს საქართველოში. დღესაც როგორც წინა მოგზაურობაში ხევსურეთში მარტო არ ვიქნები და ჩემს ძმაკაცებთან ერთად გავემგზავრები რაჭაში. წავედით. 2 საათი სავაგზაზია ჩვენი სასტუმრო, სადაც მივდივართ, უწერაში მივდივართ. იქამდე მინდა გითხრათ ერთი ძალიან კარგი ინფორმაცია. სოკარს აქვს აპლიკაცია, რომელიც იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გადმოიწეროთ. ამ აპლიკაციით აგროვებ ქულებს, იღებ ფასდაკლებებს, მე ამ ქულების გადასვლა შეგიძლია სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე, ვეიმარტში და მოკლედ ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს ამ აპლიკაციას, ასე რომ გადადით აღწერაშია ლინკი და გადმოიწერეთ. ამ მოგზაურობის უმთავრესი მიზანი უძირო ტბის მონახულება და გადაღებაა, რადგან ვფიქრობ, მსგავს სალაშქრო ბილიკებს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ესაა ამ ვიდეოში ჩვენი მისია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გზადაგზა სხვა საინტერესო ადგილებს გვერდსაუბრით. ნიკორწმინდაში მოვედით, გავჩერდით ნიკორწმინდის ეკლესიაში, ვერაულიდით გვერდს ამ ადგილს. ძალიან ლამაზია ეს ეკლესია შიგნიდან და გაჩვენებთ ამ მოხატულობებს, ვისაც არ გინახავთ. მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა, ჩემთვის დიდებული სხივი გამოვწყინდა. კვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ფარგით დამკარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინაზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა. ნიკორწმინდიდან უწერაში წავედით, სადაც ვაპირებდით სასტუმროში დაბინავებას. მოვედით ამასობაში მეგობრებო, ეს გახლავთ სასტუმრო მანინო უწერა. ძალიან კაი სასტუმროა, მე აქ ნამყოფი ვარ ადრე, თანამედროვე, კომფორტული და აქ გავატარებთ შემდეგ რამდენიმე დღეს. ელექტრომანქანის პრობლემაც არ არის, რო რამე აგერ დამტენები არის განთავსებული სასტუმროში. გაჩვენებთ ჩემს ნომერს, როგორ გამოიყურება, რა თქმა უნდა, ტრადიციულად. ეს არის სველი წერტილი და ეს არის ჩემი ნომერი. ესეთი ხედებია სასტუმროს ეზო. ნახეთ რა ლამაზი ეზოა. არაჩვეულებრივი დღე გათენდა უწერაში.
საოცარი სასტუმროა სხვათა შორის, ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან დალაგებულია და კაი სიტუაციაა რა მოკლედ. მზად ვართ ყველანი, გავდივართ, დღევანდელი ჩვენი პირველი გაჩერება იქნება მრავალძალ. მრავალძალზე რომ ახვიდეთ დაახლოებით 50 წუთი დაგჭირდებათ ონიდანაც და ამბროლაურიდანაც. გზა ნორმალურია და ნებისმიერი მანქანით უპრობლემო დახვალთ. ამოვედით მეგობრებო, ეს არის მრავალძალის ხედები, აქედან საოცარი ხედებია, როგორც ხედავთ, მოჩანს მყინვარები. აქვე არის 100 მეტრში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შეგიძლიათ ეგეც მოინახულოთ და ნუ შეგიძლიათ დატკბეთ აი ამ არაჩვეულებრივი ხედებით. აქვე ახლოს არის ჭოლევის ტბა, სადაც არც თუ ისე კარგი გზა მიდის, თუმცა ტბა საკმაოდ სანახაობრივია. დავიძარით ღებისკენ, ღები და გონა უნდა გადავიღოთ და გზაში ახლა უნდა ჩავისვათ ერთი ძალიან მაგარი კაცი, აქაური გუგასაც გაგაცნობთ მოკლედ და დაგვყალიანებს რაღაცეებში. რა ვნახოთ, როგორ ვნახოთ. ბარო გუგა. ნაცვალეთ რა, იმენა. ახართ, ვაუ. შემოგულე, შენ ხარ, მაგრამ გამარჯობა. ჩაი ჩვენები არიან, ჩემი ძმები არიან. ანუ ერთ დღეში შანსი არ არის უძიროტო. ერთ დღეში მოვახდე, მაგრამ ძალიან შეიძლება რომ აზრი არ არის. გონაში მივდივართ ჯერ და ესე გზაში განვიხილავთ ხვალინდე გეგმას. ძირითადად რაც გვინდოდა ამ ვიდეოში ყოფილიყო, არის უძიროტბა, ერთ-ერთი ტოპ სანახაობა რაჭაში და არც თუ ისე მარტივად მისასვლელი რა. ხო და ჩვენ ერთი დღე გქონდა გათვლილი ხო და ეხა მიდის საუბარი რომ 2 დღიანზე ხوار წავიდეთ და ღამე ხوار დავრჩეთ და დიდი იმედი მაქვს რომ მოხერხდება დღეს კარვების შოვნა. და კარვებს თუ ვიშოვით წავალთ მოკლედ 2 დღიანზე და ძალიან მაგარი მოგზაურობა და შესაბამისად მაგარი ვიდეო გამოვა ბევრად. სანამ გუგა კარვების ამბავზე რეკავდა და არკვევდა, ჩვენ ულამაზეს სოფელ გონას მოვადექით. გონა პატარა შვეიცარიაა რაჭაში. სიმწვანეში ჩაკარგული და მთებით გარშემორტყმული. თუმცა მიუხედავად ასეთი ზღაპრული ადგილმდებარეობისა, ის მოსახლეობისგან დღითი დღე იცლება. მუდმივი მაცხოვრებელი კი სოფელს ამ მომენტში აღარ ჰყავს. ამოვედით გონაში. საოცარი ადგილია. ეს სახლი ალბათ ბევრს გეცნობათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლია, იმიტომ რომ ყველა აქ იღებს ფოტოებს და მის უკან არსებული მყინვარი არის ზღაპრული სანახაობა და ამას რა თქმა უნდა დრონის კადრებით კიდევ უფრო კარგად შევიგრძნობთ. ბიჭებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. აბა რა ხდება? ეხა მიდის ბაზარი რომ 2 დღიან ლაშქრობაზე წავიდეთ. ოპა, სახო. კარვის თემების მოგვარების ამბავია და რა სიტყვით? წავიდეთ, პრობლემა. ფარტხოძე? აი გარი რა, ეხა ჩვენ კარვებით ვიშოვეთ და დიდი იმედი მაქვს რომ ვიშოვით. ძალიან კარგი ვიდეო გამოგვივა და კარგი მოგზაურობა შედგება. ეგ არის, წავედით. შემდეგი გაჩერება ღები. გონადან სოფელი ღებისკენ ავიღეთ გეზი. ღების ადგილმდებარეობაც საოცარია. სოფელს ულამაზესი მთები აკრავს გარს. ზაფხულში აქაურობა შედარებით ხმაურიანი და აქტიურია. ვესტუმრეთ აქ მსხოვრებ ახალგაზრდა ოჯახს, რომელთაც ქალაქში ცხოვრებას აქ დასახლება ამჯობინეს და სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი. ეს ლავი. ესე გვიმასპინძლეს მეგობრებო. აღმოჩნდით ესეთ არაჩვეულებრივ სუფრაზე. გუგა, აბა რა სიახლეები გვაქვს? კარვებთან დაკავშირებით. 7 სპალნიკი გვაქვს ნაშოვნი, 7 პარალონი, 3 კარავი და იმედია კარად მოვილით, ვისიამოვნებთ. ხვალ 6-ზე დავიძრებით მოკლედ უძირო ტბაზე და 2 დღიან ლაშქრობას შემოგთავაზებთ. დილის 8 საათია. ვემზადებით სალაშქროდ, ცხენები ადგილზე არიან.
ბიჭები აგერ ადგილზე არიან და რა ვიცი შემართება არის რა. ოდნავ მომზადებლები ვართ ორდღიანისთვის არ ვიყავით მზად, მაგრამ ეგ არაფერი. იმედია ყველაფერი ჯიგრულად იქნება. თეთრი რაში ჩემია. ესე იგი 7 ცხენია. კი. სიხლია ერთის კბენა არის სადაც. საყვარელი. გლოლადან არის მეგობრებო ბილიკი და რა თქმა უნდა მთელ გზას გაჩვენებთ როგორ გავივლით. იმიტომ რომ არის ადგილები სადაც ცხენიდან უნდა ჩამოვიდეთ და ფეხით უნდა ვიაროთ. აბა წავიდით. შემოავლენად მოწევი ფეხი კარგა. ეგ არის. მოკლედ საკმაოდ 7 ცხენია მეგობრებო ჩემი და იმედია გემრიელად ვივლით. წავედით. შეო. გზა. დავადექით ბილიქს უძირო ტბისკენ, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრში ადგეს და მის გავლას სულ მცირე 6-7 საათი მაინც სჭირდება. მაგარი აღმართებია. ჯერ სადა ვართ? პირველი 2 საათი სულ ტყეში მივდიოდით აღმართზე და გზა თითქმის არ გასწორებულა. რაღაც მონაკვეთებში გვიწევს რომ ჩამოვიდეთ ცხენიდან და ვიაროთ ფეხით, იმიტომ რომ ძალიან ციცაბო აღმართებია. ამო პატარა ამო. ვიდი. დასაწყისია ჯერ სადა ვარ. დავიღალე. იგებ. კი. უხშენ გენაცო. ამოვიარეთ ტყე და ჩვენს წინა ესეთი საოცარი ხედი გადაიშალა. ძალიან ლამაზია აქავრობა. უბრალოდ ეხლა ცოტა მზის გულზე მოგვიწევს სიარული რა. ბიჭო, შამფურების გარეშე არ წამოხვიდეთ. და ჩემს უთხარით ძმაო. მოკლედ წადები მიგვაგდა. შეშა და შამფურები არ გვაქვს. დილით ადრე ძმაო. და აგერ ეხლა მე მგონი დახმარება წამოვა. დღეს თუ ჩვენ წვაც შევჭამთ. ძმას აჯობათა. გიორგი ბაკურაძის დამსახურება იქნება ძმაო. სადღაც 3 საათი გავიდა და მოდივარ და ნელა უკვე ცოტა გასწორდა გზა რა, ისეთი აღმართი აღარ არის. უბრალოდ ეხლა აქ ძალიან ის არის, რა ქვია, ჩასავარდნებია და ცხენზე დაჯდომა არ შეიძლება სახიფათო. ესონება მეგობრებო. სუფრა გაიშალა. აბა როგორ ხობძე ხო? ბაგაჟი. ანუ კარგად ვარ და ეს პარკეტზე გაზდილი ხავთ. უკლავდება. თითქოს დართულია, მაგრამ ვახშე რა, მე ვახშე რა და ხეზე ხო ტელევიზიაში. რანაირად ვარ ცხენზე და შეიძლება ჩამოსუკა. ერთი მონაკვეთი არის ცხენზე. ეგ არის ჭამეთ, მოძლიერდით. დაახლოებით 9 გზა. 9 ხო გავლილი გვექნება? 60%. 60% გაგვივლია რა. ეს სააშორც იყო ეხლა რო დავინახეთ პირველად და და მოვახლოვდით. ეხლა ერთი 10 წუთი კიდე დავისვენებთ და გავაგრძელებთ გზას რა. როგორც კი ამოვწდით ტყეს, ზღაპრული ხედები გადაიშალა, ახ მყინვარები. ყველა მხარეს. ძალიან სანახაობრივი ბილიკია. ნუ 1-2 საათი თავიდან გაგიჭირდებათ. ძალიან აღმართია და მე გაასწორებს ყოველ შემთხვევაში აქამდე და წირა გველოდება მაგასაც ნახავთ. ისევ გავუყევით ბილიქს. ძირითადად კვლავ აღმართებზე სიარული გვიწევდა. ხან ცხენზე ვისხედით და ხანაც ფეხით ვაგრძელებდით გზას. ამასობაში გაგვიწვიმდა თან მაგრად. სეტყვა თუ მე ჩვენი. სეტყვამ დაუშო ხوار გადაო. ჩემი საწვიმარი არის აი სადღაც იქ რომელიღაც ცხენზე გადაკიდებული. ესეთი პატარა სეტყვა მოდის. დიდი არ არის. აუ აქაც ახეთ რა ხედებია. აი ქნავით. ჯერ კიდე საათნახევრის გზა გვაქვს.
არ არის კაი ამბავი, მეგობრებო, დრონი ჩამომივარდა რაღაც აიმ ტერიტორიას. ყოველ ვიდეოში რაღაცა მსგავსი უნდა მოხდეს, მაო, დრონი იკარგები. ნახოთ ალბათ უიპოვეთ. მელა გუგა. გამელოდია აბა. ოო. მას მიყოთ. მესმის. მოიცადე. მოდი მეავდრები რა. აი, ისმის. აქედან ხო არ ჯობია, გუგა. ეგარი დრონი ვიპოვეთ. საღო. რა კადრები გადაგვირჩა? ეგარი რა, გადავრჩით. აი ქეგდოდა. აქეთ რამხელა ხრამია ამას შეხედეთ. აგერ გადაგვირჩა მეგობრებო. საღო გუგი, ჩარტ. გელიხარ. დაუდევრად მართავ დრონს, დაუდევრად. არა და დავინახე ბიჭო რომ უახლოვდებოდი კლდეს და ვეღარ მოვახსარი გაჩერება. ეგ არის რა, ამოვედით როგორც ხედავთ ჩვენ წინ არის უძირო ტბა, რომლის ფერიც არის საოცრება. ნახეთ რა მაგარი ხედებია. 250 მეტრი გაგვაშორებს უძირო ტბას. დაახლოებით 7 საათზე ცოტა მეტი დაგჭირდა ჯამში თავის დასვენებებით, დრონის დაკარგვით და ყველაფრით რა. მთელი ეს ბილიკი თითქმის, რა ვიცი, 80%-ზე მეტი ალბათ სულ აღმართი იყო. ანუ მარტივი ბილიკი არ არის, მოლაშქრეებისთვის ალბათ მარტივია, რთული არ იქნება, მაგრამ ვინც გამოსილი არ არის, დიდი ალბათობით ცოტა დაიღლებით და ამისთვის მზად უნდა იყოთ. საერთო ჯამში, რა ვიცი, ბიჭებმა კარგად გაართვეს ყველამ თავი. ცხენებმაც რა თქმა უნდა გაგვიადვილეს ეს ბილიკი, იმიტომ რომ ბარგი ცხენებზე იყო გადაკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ვიჯექით ცხენებზე, მაინც დიდი შეღავათია რა. წავახ, რამდენად რთული იყო შენთვის ბილიკი, ძმა? ძალიან მარტივი სხვათა შორის რა. და აი ამ ხელა გზაზე ხო პირველად ფეხით? ფეხით კი და ძალიან მარტივად გადავიარეთ ცხენების გამო. და სხვათა შორის ამიტომ ძალიან ხელი შეგვიწყო რომ არციოდა რა. თუ ცოტა კარდიო მზად არ გაქვს, გაგიჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ხა ისეთიც არ არის, რომ ვაი და არ წახვიდე რა. ამასობაში აგერ კარვებიც იშლება. მოკლედ ახლა ველოდებით ჩვენ შეშას. უძმესი კაცი ამოიტან შეშას. დავანთებთ ცეცხლს. კაი მწვადები. საღოლ ძმაო შენ. მადლობა ძმაო რომ არაფრის ის მადლობა. შეწუხდი ამ ხელა გზაზე გადავა. აი ესეთი განწყობაა მეგობრებო ჩვენთან. კაი მუსიკა, კაი მწვადები, კაი გარემო, კაი ხალხი, რავი. მოკლედ ასეთ სიტუაციაში იდეალური გამოსავალია ეკოფლოუ. დრონებს ხოვტენით, ტელეფონებს ხოვტენით, რავი, რაც კი რამე ელექტრონიკა გავაჩნია, ყველაფერს ტენით რა, ასე რომ თამამად ვიღებთ ყველაფერს და ვაფრენთ დრონებს. ამ ადგილზე ურმაგადგემრიელია. რაჭაში რაიონების ოფლები ასე თუ ისე მეტნაკლებად გადაღებულია და ყოველთვის ძალიან მინდოდა რომ აი ეს ტბა გადამეღო, იმიტომ რომ ხარისხიანი ვიდეო ამ ტბაზე მე პირადად ვერ ვიპოვე ვერსად და ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი შედგა, ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი ჩემს ძმებთან ერთად შედგა და მიხარია რომ აქ ვარ ახლა და იმედია რომ თქვენთვისაც ძალიან კარგი საყურებელია ეს ვიდეო. მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ამ ყველაფრის შემოქმედს სოკარს, რომელიც გვერდში დამიდგა და ძალიან მოეწონა ეს ჩემი იდეა რომ გადაგვეღო საქართველოში სხვადასხვა კუთხეები და მართლა ყველანაირად გვერდში მიდგას. ამიტომ მადლობა ამ კომპანიას. ბრავო ძმაო! ბრავო! ორატორი ვარ,
ამატორი ვარ. Გათენდა კარავში ვარ. აგერ. დილის 6 საათია. გავიხედოთ ახლა გარეთ. ცოტა ისე რა მეძინა რა. ცოტა დამტკივა. გარეთ. ისეთი ამბავია. ძალიან ლამაზია კაოლა. ყველა ერთმანეთს აბრალებს, რომ ვითომ კარგად ეძინა. ვისაც გვერდზე ვინც ეწვათ, ყველას კარგად ეძინა. მაგრამ ის იძახის არ მეძინაო. ვერ გაიგე. მე კარგად მეძინა. ცოტა ისე რა მეძინა რა. ცოტა დამტკივა. ზემაც გამოანათა ამასობაში. ძალიან ციოდა, დილით ეხა უდნო დათბა. ინტერნეტი აქ არიჭერს, მეგობრებო, მაინც გაითვალისწინეთ. ტბის ბოლოში თუ გახვალთ, იქ არის ერთი ადგილი და იქ იჭერს ინტერნეტი. და გავალეხა და გაჩვენებთ. ნახეთ, აქედან რა ლამაზია ეს ტბა. ეგ ჩვენი ბანაკი. ძალიან მაგარი ადგილია რა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რაჭაში. ჩემი აზრით. ცოტა ხანში ხაავლაგდებით და დავეშვებით ნენელა ქვემოთ. აი ამ ქვაზე თუ დადგებით დაიჭერთ ინტერნეტს და თან ნახეთ აქედანაც რა მაგარი ხედებია. ეგ არისავლაგდით ავშალეთ კარვები, გადავკიდებთ ცხენზე ისევ ჩანთებს და ავაწვევით უკან. ჩვენს სასტუმროში მანინო უწერაში. 2-3 საათი უნდა დაგჭირდეს წესით უკანა გზაზე და ვნახოთ რა რო ჩავალ გეტყვით რა დროსაც მოვანდომებთ. თავარია ერთი სული მაქვს ცივში ხავს როდის რა ცივი კაცო. რა კაცი ვიყინე. ცხელი შხაპი მინდა ერთ სული მაქვს როდის ჩავალ. ჩამოვედით როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ ცხენზე ამჯარ ვარ ფეხით ჩამოვედით და დაგჭირდა 3 საათნახევარი ჯამში. ჩემი ძმაკაცები და რამდენიმეს მაგრად გაუჭირდა. მარტივი არ არის რა, ვინც გამოცილი არ არის იმათთვის განსაკუთრებით. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე, ძალიან ასიამოვნები ვარ, ძალიან გაასწორა რა. და იმედია თქვენც ისიამოვნეთ. დაბრუნდით ისევ ჩვენ სასტუმროში, მანინო უწერაში და უღრმესი მადლობა ამ სასტუმროს მასპინძლობისთვის, ასევე უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემს მაყურებელს, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, იმედია ისიამოვნეთ. ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ ეს უძიროტება გადამეღო და მიხარია, რომ ეს გამოვიდა. მოკლედ, ჩვენ ისევ რა თქმა უნდა, სოკართან ერთად ვაგრძელებთ საქართველოში მოგზაურობას. ახლაც შემდეგი ეპიზოდის გადასაღებად მივდივართ და რა თქმა უნდა დაელოდოთ შემდეგ ვიდეოებს საქართველოდანაც და მსოფლიოს სხვა წერტილიდანაც. ამ ხრივას ბევრი გეგმაა წინ. ასე რომ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. ეხლა არის 3 აგვისტო. ვიმყოფებით ინდონეზიაში, კუნძულ ბორნეოზე და ამ წამს დავბრუნდით ჯუნგლებიდან. და გადავიღეთ, ძალიან სიგიჟე ვიდეო. სასწაული რაღაც გეუბნებათ, მეგობრებო. რა ვიცი, ესეთი კოლაბორაცია, მე მგონი ჯერ არ ყოფილა რა, ქართული YouTube. ძალიან სასწაული რაღაცეები. სიცოცხლესთან ვიბრძოლეთ რეალურად. და ამ ვიდეოს მერე დაიდება ეს ვიდეო, ასე რომ გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ სიგიჟე ვიდეოს. Wait bro. თავზე. Wow!